მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებთ კვარაცხელიაზე, ქოჩორაშვილზე, საქართველოს ნაკრებსა და სხვა საინტერესო სიახლეებზე. სანამ დავიწყებთ, აუცილებლად დაალაიკეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რათა არქს დაეხმაროთ განვითარებაში. ავიდეთ 500 ლაიქზე. მადლობა. გერმანულმა სააგენტო ტრანსფერ მარკეტმა მოთამაშეების განახლებული სატრანსფერო ღირებულებები წარადგინა. სიაში მოხდა საქართველოს ეროვნული ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელიც, რომლის სატრანსფერო ფასებიც გაიზარდა. ხვიჩა კვარაცხელია სატრანსფერო ფასი 80 მილიონიდან 90 მილიონამდე გაიზარდა. ასევე შეიცვალა გიორგი მიქაუტაძის ღირებულაც. ლიონის ფორვარდის ფასმა 2 მილიონით მოიმატა და 22 მილიონი გახდა. და ბოლოს, გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდის შემტევი ნახევარმცველის ფასი 4,5 მილიონი გახდა. ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე, დეზირე დუე, ეს არის ტრიო, რომელმაც პარის სენ-ჟერმენს თავის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის პირველი ტიტული მოუტანა. ამის გარდა აღნიშნული სამეულის მოთამაშეები შეადგენენ საფრანგეთის ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა რიცხვს. მათი სატრანსფერო ფასი არის 90 მილიონი ევრო და როგორც აღვნიშნეთ, მათზე ძვირადღირებული ლიგა 1-ში არავინაა. ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ბიქსენდ ლიზარაზუმ ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. PSG ფინალში ბრწყინვალე იყო და ინტერს უბრალოდ ამოსუნთქვის შესაძლებლობა არ მისცა. პარის სენ-ჟერმენის მებრძოლ ხასიათს კვარაცხელია გამოხატავს. მატჩის მიმდინარეობისას იყო ეპიზოდი, როდესაც ხვიჩა უკან ჩამოვიდა და დენზელ დუმფრის ბურთი წაართვა. ეს საოცარი მომენტი იყო და კვარაცხელიას მთელმა სტადიონმა ტაში დაუკრა. პირველივე დღიდან მას გუნდში ჟინი შეაქვს, განსხვავებას ქმნის, თქვა ლიზარაზუმ. როგორც მოგეხსენებათ, 25 წლის ქართველი ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი ლისაბონის სპორტინგს შეუერთდა. პორტუგალიურმა გუნდმა ლევანტეს ქართველ ნახევარმცველში 5,5 მილიონი ევრო გადაუხადა. ლევანტე ასევე მიიღებს დაახლოებით 2 მილიონი ევროს ბონუსებს. საგულისხმოა, რომ ქოჩორა ახალ გუნდთან კონტრაქტს ხელს 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმებს. ცნობისთვის, გიორგი პორტუგალიურ გუნდს მიმდინარე წლის 30 ივნისის შემდეგ შეუერთდება. ქოჩორაშვილის ხელფასი ლევანტეში თვეში 8,200 ევრო იყო. ეს ციფრი ძალიან გაიზრდება, რადგან ლისაბონურ კლუბში ამ სეზონში კვირის საშუალო ხელფასი 20,000 ევროა. ამხანაგური შეხვედრა საქართველოსა და ფარერების ნაკრებებს შორის ჩვენი ნაკრების მინიმალური ანგანიშით გამარჯვებით 1-0 დასრულდა. ერთადერთი გოლი მე-9 წუთზე ლუკა ლოჩოშვილმა კუთხურიდან გაიტანა, რომელიც გიორგი გულიაშვილმა მოაწოდა. ამის შემდეგ ჩვენს ნაკრებს კიდევ ჰქონდა რამდენიმე მომენტი, თუმცა საქმე გოლამდე არ მისულა. რამდენიმე მომენტი ფარერებსაც ჰქონდა. ვეტერანმა მეკარემ გიორგი ლორიამ თავის ბოლო სანაკრებო მატჩში კარი მშრალად შეინახა და 4 სეივით შემოგთავაზა. შეგახსენებთ, რომ შემდეგ ამხანაგურ მატჩს საქართველოს ნაკრები ქუთაისში კაბო-ვერდეს წინააღმდეგ გამართავს. გიორგი მამარდაშვილი სოციალურ ქსელში გიორგი ლორიას საქართველოს ნაკრებიდან წასვლას გამოეხმაურა. მეკარე, რომელიც 17 წლის განმავლობაში იცავდა საქართველოს ნაკრების კარს. ლორი ყოველთვის იყო პროფესიონალიზმისა და თავდადების მაგალითი ყველასთვის და ჩემთვის კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობის მქონე ადამიანი. ბევრი რამ ვისწავლე მისგან და გვერდში მედგა მაშინ, როცა ყველაზე რთული პერიოდი მქონდა კარიერაში. მადლობა ყველაფრისთვის, ისიამოვნე დღევანდელი დღით, ამ თამაშით და იმ ემოციებით, რაც სრულად დაიმსახურე, წერს მამარდაშვილი. შეხვედრის შემდეგ ჩვენი გუნდის თავკაცმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა. პირველი ტაიმით კმაყოფილი ვარ, მათ ყველაფერი შეასრულეს, მაგრამ მეტი ვერ გავიტანეთ. მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო. აღსანიშნავია, რომ ეს გუნდი ერთად პირველად თამაშობდა. სექტემბრის თამაშებზე ახლა ბევრს ვერაფერს ვიტყვი. ლოჩოშვილმა სომხეთთან ცენტრალურ მცველად კარგად ითამაშა, მაგრამ ის კარგი ფლანგელია, შესაძლოა არა იმდენად, როგორც ცენტრში. ამიტომაც მარცხნივ გამოვიყენეთ. მიმაჩნია, რომ ლობჟანიძე მარცხნივ უკეთესია და დღეს მოედანზე საუკეთესო იყო. ბოლო დროს ცოტას თამაშობდა და ეს შეხვედრა მომავალში გამოადგება. ნიკა გაგნიძეს შეუძლია ბევრი ირბინოს, ფიზიკურად ძლიერია, მეტად უნდა იბრძოლოს, კლუბში თამაშს მოუმატოს და მომავალში აუცილებლად გამოგვადგება. ამ ფეხბურთელებს აქამდე ერთად არ უთამაშიათ და ეს მის თამაშზეც აისახა. ზოგიერთმა თავი კარგად წარმოაჩინა და სექტემბერში ნაკრებში გამოძახებას უნდა ელოდონ. ზოგიერთს ნაკრებად გამოუვიდა, მაგრამ ახალი შანსი 3 დღეში ექნებათ. დღეისთვის სულ ეს იყო, მადლობა ყურადღებისთვის, დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რათა არქს დაეხმაროთ განვითარებაში. დროებით.